გადაცემის მეორე ნაწილით გიბრუნდებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო და მინდა მივესალმო იმ ტელემაყურებელს და რადიომსმენელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და ხაზზე ვყავს გიორგი ფოფხაძე. ვყავს ხაზზე? კი, აკავარ მოგესალმები. მოგესალმები გიორგი, როგორ ახარ? კარგად არის გოჩეს. გიორგი, ახლა პირველ ნაწილს უსმენდი თუ არა არ ვიცი, მაგრამ ზოგადად შენ საქმის ხურში ხარ, ხო? პატარა ის რაღაც შავი პიარის აგორების მცდელობა რო ქონდათ ჩვენს მტრებს, რომელ ბანაკში არიან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვისაც არ უნდა ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს და ვისაც არ უნდა რომ ხალხს შორის ურთიერთობა დაალაგდეს, მე ვფიქრობ ყველა არის მტერი ამ ქვეყნის. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, თუ ვინმე არ დაეთანხმება, მაგრამ კი ბატონო. იცი ხო შენ ყველაფერი მე მგონი წაკითხულიც გაქვს ხო რაღაცეები და კი ბატონო ვიცი რა თქმა უნდა. უბრალოდ თვითონა ვარ შეტევის და ბულინგის ზარაბია. კი ბატონო. უბრალოდ გიორგი მე მინდა რომ ევროპის მაგალითები მოვიყვანოთ, რომ ადამიანებისთვის გასაგები იყოს, თუ როგორ ხდება ნამდვილი პოლიტიკის წარმოება, როდესაც პოლიტიკოსები არიან ხელისუფლებაში და ოპოზიციაშიც. ანუ მათი ურთიერთობა ერთმანეთთან პოლიტიკური რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობა, ადამიანური ურთიერთობები და ასე შემდეგ. უბრალოდ რამოდენიმე მაგალითი რომ მოიყვანო, თუ რა თქმა უნდა შეგიძლია. კი ბატონო. ყველაზე ადვილი და ესეთი მაგალითი, ახლა ჩვენ რაც შეგვიძლია მოვიყვანოთ, უცებ რაც მომივიდა, სულ რამოდენიმე დღეში, მე მგონი ხვალ არის გერმანიაში ახალი კანცლერის და ახალი მთავრობის წარდგენა და ფაქტიურად ეს არის წარმოუდგენელი რამე ხდება, როდესაც მემარჯვენეები და სოციალისტები ერთად აკეთებენ კოალიციას. აყალიბებენ კოალიციას, ხო? ეს არის წარმოუდგენელი. ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ჩვენ ისრაელში, განსაკუთრებით, როდესაც აბოდა და ლიკუდის პარტიას ხშირად ჩამოუყალიბებია ერთ კოალიციაში მთავრობა ლიკუდს და ულტრამემარჯვენეების ბლოკს ჩამოუყალიბებია ერთად. ყველაზე ნათელი მაგალითი ასევე გქონდა ჩვენ საფრანგეთის წინა არჩევნებზე გასულ წელს, როდესაც ულტრამემარცხენეები აბსოლუტურად ტროცკისტები და სოციალისტები გავიდნენ საარჩევნო ბლოკში პარლამენტში ერთად. ეს ანუ ორი პარტია, რომელიც მართლა ერთმანეთს მტრებს ეძახიან და მას რა ქვია, სიტყვებს არ იშურებენ ხოლმე ერთმანეთის, ესე ვთქვათ, სალანძღავად, ხო? მაგრამ როდესაც სახელმწიფოზე ხდება, სახელმწიფოს სასარგებლოდ არის საჭირო რაღაცის გაკეთება, ისინი ყოველთვის ერთიანდებიან. თუმცა გიორგი, რაც საქართველოში მე არ მინდა რომ გავავლო ამის პარალელი, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობასთან არც შენ, არც მე, არც გოჩას, არც ირმას, არც პატრიოტთა ალიანსს ერთად და ცალ-ცალკე არასოდეს არ ქონია არც შეხება და არც სურვილი იმის რომ ამ პარტიასთან რაიმე შეხება ქონებოდა ჩვენ. რაიმე გაერთიანება. არა მარტო გაერთიანება, ჩვენ არასოდეს არ ყოფილა რომ აქციაზე, ოპოზიციურ აქციაზე ვისულიყავით იქ, სადაც ნაციონალური მოძრაობა დგას ელემენტარულად. ხო და მე რატო გთხოვე გიორგი, რომ ეგ მაგალითები მოგეყვანა, რომ კოალიცია შედგა იქ. იმიტომ რომ სახელმწიფოს ასე ჭირდებოდა და ორ ძალას შორის, რომელიც პოლიტიკურად დაპირისპირებული არის ერთმანეთთან, შედგა კოალიციაზე და ჩვენ შემთხვევაში კოალიციაზე და გაერთიანებაზე კი არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ სხვის დაძახებულზე, რომ მივიდა კაცი და იქ დახვდა სხვა და აქ მთელი ამბის აგორებაზე ვსაუბრობ. წარმოიდგინე. განა კოალიციაზე, გაერთიანებაზე, ან აზრის დათანხმებაზე, რომ თქვა ჩვენ რომ ვთქვათ რომ ვეთანხმებით ამათ აზრს, სიტყვაზე ვამბობ. ამაზეც კი არ არის საუბარი, იმიტომ რომ არც აზრებს ვეთანხმებით და მაგრამ ადამიანმა, სულ სხვა ადამიანმა, პატივსაცემმა ადამიანმა დაპატიჟა,
იქ შენ მიდიხარ, კიდე ხვდებიან სხვა ადამიანები და მათ შორის ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც და შენ გიგორებენ იმას, რომ შენ აკეთებ ან კოალიციას, ან გაერთიანებას, ან გაერთიანებაში შედიხარ და იმდენი სულელური რაღაცა მოვისმინე, მაგრამ სხვათა შორის ისიც უნდა აღვნიშნოთ, კონკრეტული გვარების და სახელები, ვინც ამას წერს, ეს გვარები და სახელები სულ მეორდება, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ჯგუფი მუშაობს ამ მიმართულებით. განა ხალხმა აიტაცა ეს ამბავი, არამედ კონკრეტული ჯგუფი მუშაობს. ნუ ჩვენთვის გასაგებია, რა თქმა უნდა, ვინ არიან, რა არიან, ეს მე მგონი აქ სადაო თემა არ არის, ყველას კარგად გვესმის, მაგრამ ზოგადად ვამბობ, იმ მაყურებელსაც ვუხსნით, ვისაც ჩვენში ეჭვი რო არ შეეპარებათ, ვიცი, მაგრამ ვისაც უბრალოდ გაუკვირდა, რომ იქ რატომ იყო და რა, აი ზუსტად იმიტომ იყო, რომ სულ სხვა ადამიანმა დაპატიჟა, ეხლა ნაცმოძრაობას რომ ეთქვა, ჩვენ ან გამოეცხადებინა მაგალითად, რომ ჩვენ კვირა სიტყვაზე ვამბობ, ვატარებ დიდ შეხვედრას და მოდით. ეგ კიდე სხვა თემაა, რომ შენ ნაცმოძრაობის დაძახებულზე მიხვედი. ეგ სხვა თემაა. მაგრამ როდესაც მე მივდივარ სულ სხვა ადამიანის დაძახებულზე და იქ მხვდება სხვადასხვა ხალხი, მე არ შემიძლია ადამიანს მაგალითად უთხრა, რომ ბიჭო, შენ ეს რა გააკეთე, როგორ გააკეთე. იმ ადამიანმა გარკვეული მიზნით შეაგროვა კონკრეტული პარტიები. მათ შორის ჩვენი პარტიის ორი წარმომადგენელიც ესრებოდა იმ შეხვედრას. კონკრეტულად ჩვენს წარმომადგენლებთან ქონდა იმ ადამიანს კითხვები და სანამ ამ შეხვედრაზე დაპატიჟებდა, მანამდე ბატონი პაატა თვითონ იყო მოსული, თვითონ პირად საუბარში, სხვადასხვა თემაზე საუბარში, სთხოვა მოსულა, რომ ზოგად კითხვებზე, რომელიც მას ჰქონდა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაცია მიიღო ჩვენი პარტიის წევრებისგან. და ამხელა ამბავს რო ტეხ, იმაზეც კი არ გინდა დაფიქრდე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა ჩვენ ძალიან შორს სწავლობთ ამ განხილვით, ვინ უნდა დაფიქრდეს, მოდი ასე ვთქვათ, ვისაც შეუძლია რომ დაფიქრდეს, მას ეს აზრი არ გაუჩნდა. ხო, მას ის აზრი არ გაუჩნდა და ადამიანს, რომელიც არ უნდა დაფიქრებული იყო, იმიტომ რომ კონკრეტულ დავალებას ასრულებდა, გასაგებია, რომ მას არ მოეთხოვება დაფიქრება. კეთილი, გოჩა. ხო, ისეთი არაფერი უბრალოდ მართლაც რაზე გვიწევს, ხო, ლაპარაკი იმის მაგივრად, რომ იმაზე გვესაუბრა, რომ არის თუ არა, მოიძებნა თუ არა რაიმე გზა, იმიტომ რომ იმ კრიზისში, რომელი კრიზისიც რეალურად არსებობს და ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, შენც კი თქვა, იქ საფრანგეთში ხარ, მაგრამ რამდენად გეხება, ხო, იმიტომ როგორც კი შემოდიხარ, შეუულებრივად ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, შენ თბილისის და საქართველოს ცხოვრებით ისედაც ცხოვრობ, ხო და იქაც კი მოქმედებს ეს როდესაც და წარმოიდგინე ახლა აქ რა აუტანელი მდგომარეობაა და იმის მაგალითად იმას ვლაპარაკობდით რომ აქედან როგორ გამოვიდეთ ჩვენ ხელისუფლებას რამოდენიმეჯერ შევთავაზეთ და უთხარით კიდევაც ხო გიორგი და ეს ჩაულებრივი რამეა რომ ეს კრიზისი რომელიც შეიქმნა აუტანელი რამეა ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კაცო წლებით ადამიანებს ურთიერთობები რო ქონდათ იმ ადამიანებს კონფლიქტები აქვთ ოჯახში კონფლიქტებია შიგნით დაეძაბათ სიტუაცია ხო მეზობლებთან კლასელებს დაეძაბათ სტუდენტებს ერთმანეთში დაეძაბათ იმის მაგალითად ხელისუფლება ცდილობდეს რომ ეს განმუხტოს და ქუჩიდან პირიქით შენობაში შემოიტანოს ხო ეს ყველაფერი ამის მაგალითად პირიქით ეხლა მე დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლების პირდაპირ ასე ვთქვათ ხელი ურევია და პირდაპირ შექმნეს ზონდერებია შექმნილი რა TikTok-ის ზონდერები, Facebook-ის ზონდერები, გამიგე რომლებიც სატელევიზიო ზონდერები, რომლებიც ტელევიზიებში აქ უნდა რეკავდნენ და ადამიანები ამაში რაღაცა ნაწილზე ზემოქმედებას ეს ახდენს, იმიტომ რომ ფულს ისინი ტყუილა ხო არ იხდიან. რაღაცა ნაწილი მართლაც ემოციურად ეგება ხოლმე და იმათთვის უფრო საუბრობ. ჩვენ აი გიორგი გამომდა, ვინც უნდა დაფიქრდეს თორე ახლა არის ადამიანები არიან ჩვეულებრივად მათ ხშირ შემთხვევაში არ უწევთ ხოლმე ღრმად ჩაფიქრება რაღაცა მოვლენების შეფასება თავიანთი საქმეებით არიან დატვირთულები და ხანდახან ეგებიან, იმიტომ რომ ვიღაცები წერდნენ უიმე მართლა ვერ წარმომედგინა და კიდევ კარგი რომ პოსტი დაწერეთ. ანუ კიდევ კარგი ეგ რომ არ ყოფილიყო ესე იგი დაიჯერებდი ხო ამას და ამიტომაც იძულებულები ვართ რომ ასე ვთქვათ ვესაუბროთ ადამიანებს და ჩვენი ენერგია დავხარჯოთ და გიორგი მითხრა კიდევაც ემოციურად
ემოციურად ლაპარაკობდი, თქოს მართლა თავის მართლების რეჟიმში ვიყავიო, იმიტომ რომ ზუსტად სანამ შემოვიდოდი, ადამიანმა, რომელსაც თავისი წარსულიც მე ნელ-ნელა ხო გავარკვიეთ, როგორ აქვს ნაცხოვრები და ფსიქიურად რო ვერ არის და დაწყობილი, გვაგინა უშვერი სიტყვებით, ხო? ეხლა ადამიანი ხარ და ზემოქმედებას მაინც ახდენს ეს, ხო? მიუხედავად იმისა, კიდევ ამბობ, საკმაოდ გამოცდილება მაქვს იმისი, რომ ასეთ რაღაცებზე აცრილები ვართ, ხო? გოჩა, დარწმუნებული ვარ, რომ ის კაცი ხმასაც არ ამოიღებდა, მისთვის დავალება რო არ მიეცა. აი ეს არის. ამაშია მთელი უბედურება. მე ხა პირველი პროფესიით კი ექიმი რეანიმატოლოგი გახლავარ და თუ ჩვენ აი მიზეზი არ გამოვიკვლიეთ სიმპტომი საიდან მოდის ის დაავადება არ განიკურნება, ხო ძალიან ადვილია. ჩვენი თავარი გამოკვლეულია ეს ყველაფერი. ის ფსიქიურად აშლილი თუ გონებრივად დალაგებული თუ ასე თუ ისე. ასრადაც არ მოუვა არავის ეს თუ დავალება არ არის სპეციალურად რომ ვიღაცამ გოჩა ჯოჯო ამ გიორგი ფოფხაძე დაინახა ემასთან რა ქვია გამარჯობა უთხრა ნიკ ამელიას ან რომელიმე ეს რა ქვია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს რომ ამაზე დაწეროს რაღაცა პასუხი და თქვას რომ პატრიოტთა ალიანსი ეს რა ქვია ჯო რამდენი ევროკავშირში კონფერენცია არ და ძალიან ხშირად ყოფილვარ ხოლმე რომ აი გვერდი აი კონფერენციაზე ზივართ გვერდი მეც ნაცების მამუკა ხაზარაძის წარმომადგენლების ავიცი პოლიტიკური სპექტრი ვინც არის ეს ნიშნავს იმას რომ მე ვარ ეს რა ქვია აი ამ პარტიებთან ან აფილირებული შარშან აი მართლა გიორგი გახარია სრულიად შემთხვევით ჩემთან კაც აი გამარჯობა ნახვამდის დონეზე ვიცნობ და რაღაც აი გამეხარდა დავინახე და ვიღაცასო მე ვიცინოდი კიდეც ვიღაცასო და გადაეღო ჩვენთვის ფოტო კიდე კაი ევროპარლამენტში 2 საათი ვილაპარაკე ხო ეხლა ეს არ ნიშნავს იმას რომ მე გავქანდი და გიორგი ნებას რა ქვია გახარიას პარტიაში შევედი ამ ხარდამჭერი ვარ მისი არ რაღაცა ეს ხო ევროკავშირის მოწყობილ აი რაც აქ მოხდა ხო ვიღაცას მოვიდა რაღაცა შეხვედრა გააკეთა მიიწვია პატრიოტთა ალიანსი ესე არის ევროკავშირმა გააკეთა შეხვედრა მოიწვია გიორგი გახარიას მიმიწვია მეც ვიყავით იქ შევხვდით ვილაპარაკეთ დავშორდით ნიშნავს რამეს მაგრამ ნორმალური ადამიანისთვის არაფერს არ ნიშნავს გიო მაგრამ როდესაც დავალებას იძლევიან ეს უკვე ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ამაშია მთელი პრობლემა და უბედური კი აი გიორგი შენ მაგას ამბობ სწორედ რომ სინამდვილეში ეს ხელისუფლებების და არა მარტო ამ ხელისუფლების წინა ხელისუფლებასაც ჭირდა ეს ხო მართალია შეიძლება ტექნოლოგიურად მაშინ სხვანაირად იყო და სხვა ფორმები იყო მაგრამ დღევანდელ პრობლემა სწორედ ეს არის რომ ხელისუფლება ამით კავდება პრობლემა სწორედ ეს არის რომ ასეთ ხელისუფლებას ცივილიზებული ადამიანი ნებისმიერი პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ქვეყანაში იქნება ეს თუ გარეთ და გარეთ კიდე უფრო უარესი იმიტომ რომ გვიყურებენ რომ ჩვენ არა ვართ თქვა ნორმალურები იმიტომ რომ ასეთ რაღაცეებზე ხელისუფლება რო ამით არის დაკავებული ის ნორმალურ ხელისუფლებად არ ითვლება აგერ ვიღაცამ რო დაწერა Facebook-ზე შენს იმაზე რომ იმას გამოვაქვეყნოთო მაშინო თუ რამე აქვსო რა მკალაძეს და შეკადამენო წყვილში გვაწყორებ ამდენი ხანი თურმე რაღაცა მასალები გაქვს ევროკავშირზე მასალები გაქვს იმათ მოქმედებაზე ამდენ ხანს არ ამბობდა თან იმუქრები შანტაჟ თუ კიდე რაღაცა მითხრეს მაშინ გამოვაქვეყნებ და ვიღაცა მოგწერა შეიძლება გულწრფელადაც რომ რო არ დაძაბოსო ურთიერთობა ალბათ ამიტომ არ აქვეყნებს და ამაზე მეტი დაძაბოა რაც ახლა ჩვენ გვაქვს თავზე ლაპი დაგვასხეს გვიყურებენ როგორც არასერიოზულ არა კომპეტენტურ და ხელისუფლებას რომელსაც არ გააჩნია ადეკვატური რეაქციები არ აქვს თუმცა ჯერ კიდევ მართლა იმედი მაქვს რომ ბოლო იმასაც არ გადალახავენ რაღაცა ხაზებს და ალბათ ვფიქრობ იმას რომ მათ მოუწევს მაინც და რეალურად განმუხტოს კრიზისული მდგომარეობა არჩევნების ჩატარება ოღონდ მისი გეგმაა მე რასაც უყურებ რომ ჯერ ჩაატაროს ადგილობრივი არჩევნები იქაც გაინაღდოს მდგომარეობა და ამის მერე თუ კი დათმობს რამეს და თქვა რაღაც გარკვეულ მოლაპარაკებაზე წავა იმიტომ რომ ისინიც გრძნობენ რომ ასეთი აუტანელი მდგომარეობა როდესაც ჩაკეტილი ხარ იმიტომ რომ მათ სინამდვილეში არც რუსებთან არ აქვთ ნორმალური ვითარება და კარგად იციან რომ იქაც აეჭრენ ჩინელებთანაც არ აქვთ იმიტომ რომ იქაც რაღაცეები ისე არ გამოუვიდათ როგორც ფიქრობდნენ და წარმოვიდგინე ხა დასავლეთთან საერთოდ
ნუ ეხლა იქით ამ ხარეს ჩაჭრა ამდენს ეხლა სუნთლად ისინიც არ არიან მართლაც სამომწყობოში დასაღვანები ხო ისინი ხვდებიან ეს რას ნიშნავს რომ მათი ხელისუფლება დიდხანს ვერ გაჩერდება იმიტომ რომ ჩამოეშლება ეკონომიკურად ჩამოეშლება ყველაფერი აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ის პოლიტიკური ჯგუფი რომელიც ცუდები კარგები მაგრამ პოლიტიკური ჯგუფი შედარებით ოცნებაში ვინჩად შეიძლება დაარქვა ეს არის სწორედ მკობახიძეს და მდინარაძეს და აი ამათი ჯგუფი მე ვფიქრობ რომ ისინი ყოველ შემთხვევაში მიხვდებიან მაინც იმას რომ რაღაცა ბოლო მომენტში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ქვეყანას მართლა არ წაიყვანენ რაღაცა სამოქალაქო ომისკენ და ან საერთოდ მაშინ იზოლაციაში იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ რუბიკონი გადალახა მას აღარ აშინებს ქუჩაში გამოსვლა არ აინტერესებს მილიონი გამოვიდეს თუ გინდა და იდგეს იმის არ იყოს პირველად კომუნისტებს შეეშინდათ შიმშილობა რომ გამოვაცხადეთ და რაღაც აშვებიან შიმშილობა ატყდა ერთი და მე რა ხდებაო და არაფერი ზიანო მეც არაფერს არ აკეთე არა და შიმი აბა მაგათი იმისი არ იყოს რა შვება ქუჩაში აღარ მოქმედებს ქუჩაში იქიდან ევროკავშირი თურმე რაღაც სანქციებს აი სანქციები ტკივათ ეს მომენტი ნამდვილად არის და ფიქრობ რომ ალბათ ეს იმუშავებს. ხო, მაგრამ აქ უყურე პირველ რიგში მინდა ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვო ისო ტელეფონის ნომერი, რომ მაყურებელს შეეძლოს დარეკვა და შემოუშვით ზარი მაყურებელმა თავისი აზრები გაგვაცნოს და მინდა გავაგრძელო. დააკვირდით გოჩა ამბობს რომ მაგალითად მათ არაშინებს გარეთ ხალხის გამოსვლა. მე ასე ვთქვათ, ნაწილობრივად ვერ დაგეთანხმები. არაშინებთ თავად გარეთ გამოსვლა, რომ აქ შიგნით მოხდება რამე. მაგრამ გარეთ გამოსვლა და ევროპის სანქცია ფაქტურად ერთმანეთზეა დამოკიდებული. ევროპელი როდესაც ხედავს, რომ ხალხი ცდილობს და იბრძვის, ის გეხმარება ამ სანქციებით მაგ კუთხით. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არავინ არ გამოდის, არავინ არ გამოხატავს პროტესტს და შენ რო ცალკე პოლიტიკური პარტიები რო ითხოვთ, რომ რამენაირად ზეწოლა მოახდინეთ ოცნებაზე და ასე შემდეგ, ის გეუბნება შენ არაფერს არ აკეთებ, კაცო, მე რატომ თხოვ ამას? ამიტომ ამ კუთხით აშინებთ. არ აშინებთ შიგნით იმ მხრივ რომ აქ არ ატყდება ერთი ამბავი და ესენი ვერ დაძლევენ და გაქცევა მოუწევთ, ეს გასაგებია რომ მაგ კუთხით შეიძლება არ აშინებდეთ, მაგრამ პირდაპირ დაკავშირებულია სანქციების დამატებასთან გარეთ გამოსვლები და ეგენიც ამ ოპოზიციამ იცის და ამას იმიტომ აკეთებს. სანამ ჩვენი გადაცემა დაიწყებოდა ახალავს უსმენდი და გიაურსკის მოусმინე საკმაოდ შეშინებულები არის მინდა გითხრა რა საკმაოდ შეწუხებულები უფრო მეტად შეწუხებულები გიორგი ამ სანქციებს საკმაოდ თუმცა ერთ რამეს ვიტყვი რომ ჩემთვის მაგალითად საქართველოს ნებისმიერი ჩინოვნიკის დასაქცირება არის ჩემი ქვეყნის ტრაგედია და მე ამას არ მივესალმები არასოდეს რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ როდესაც შენი ხელისუფლება აკეთებს ისეთ რაღაცას, რომ მე ადმენ და შენი ქვეყანა დაასანქცირონ და შენი ხელისუფლება დაასანქცირონ. ლამაზი და კარგია, როცა ჩემი ქვეყნის ყველა დიპლომატი დასანქცირებული ყავს, ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი. ამაზე ჩვენ ყველანი ვთანხმდებით და აი გამოსავლის ძიებაზე სწორედ ამაზე ვფიქრობდით და სხვათა შორის საინტერესო ის იყო რა ქვია პაატას გაუჩნდა შენც რო იცოდი ამაზე ვისაუბრეთ და მე საიდუმლოს არ იმავშვები არ ვლაპარაკობ ჩვეულებრივად საჯაროდ ხვდებით საჯაროდ ვაკეთებთ ამ ყველაფერს საუბარი იყო ჩვენ გამოცდილება გქონდა როდესაც ელექტრონულად ტელეფონით ხდებოდა თხმის ჩაწერა და როგორ არის იცით იდენტიფიცირება რომ არ მოხდეს თქვა პირდაპირ პიროვნების ამიტომ პროგრამა არსებობს რომელიც ამას ანუ გოჩა ჯოჯუა კი არა, მაგრამ თავარი ფიქსირდება, რომ ჩემი ხმა განსხვავებულია გიორგის ხმისგან, განსხვავებულია შენი ხმისგან, ანუ სამი ხმა ნამდვილად არის. ამ სამი ხმიდან შეიძლება ორი რაღაცაზე ამბობს ხოს, რაღაცაზე ამბობს არა. ანუ საერთო ჯამში ხო კეთდება ის, რომ გაქვს ფაქტობრივად დასაბუთებული უნიკალური, ასე ვთქვათ, ხმების რაოდენობა, რომელიც შეიძლება ითქვას ჩაითვალოს პლებისციტად, ან ეს ფორმა პლებისციტს იურიდიულად ვერ ატარებ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის პლებისციტი რომელიც ძალიან მარტივად გაჩვენებს რა განწყობაა და ჩვენი მთავარი აი ერთ-ერთი მომენტი რა არის იცი რომ თავი დავანებოთ გაყალბდა არ გაყალბდა ძახილს ხო იმიტომ რომ არის ნაწილი რომელიც თulis გაყალბდა არის ნაწილი რომელიც თulis არ გაყალბდა მაგრამ ის რომ უფრო მეტი ადამიანი უკვე იმას ამბობს რომ აქედან გამოსავალი ნამდვილად ერთადერთი არის რომ უნდა ჩატარდეს თავიდან არჩევნები იმიტომ რომ ლეგიტიმაცია ჭირდება ქვეყანას ჭირდება მარტო ის კი არა რომ შენი ქვეყნის მოქალაქეები ცნობენ ამ საპარლამენტო არჩევნებს არამედ გარშემო გჭირდება
ჭირდება, იმიტომ რომ ინსტრუმენტი გინდა იმისთვის, რომ გარეთ ურთიერთობები დაალაგო. ხო, დანარჩენმა მსოფლიომ უნდა გწნოს, დანარჩენი მსოფლიოსთვის არის საჭირო ეს ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ელემენტარულად ქვეყანა მართლაც ეკონომიკურ კრიზისში არ შევიდეს, ხო? რაღაცა იმაში ვართ, რა ქვია, ამის ვაკუუმში აღმოჩნდით, ფაქტიურად პოსტსაბჭოური სივრცის გარდა საუბარი აღარავისთან აღარა გვაქვს, ხო? ძალიან ცუდი მდგომარეობა, სადამდე შეიძლება ამან გასტანოს, ხო? ეს ხო ზემოქმედებას ახდენს, პირდაპირ თითოეულ მოქალაქეზე ახდენს. კაცო გიორგის ვეუბნებოდი, ჩემზე უკვე მოახდინა სასტუმრო მაქვს, საოჯახო და ამ კრიზისულმა მდგომარეობამ უკვე მოახდინა გავლენა, ხო? და მე თან ბანკის ვალი გაქვს, მილიონი რაღაცა ის ბანკის ვალი მარტო ის ხო არის ჩემთვის ტრაგედია. იმ ბანკსაც რო ვერ უხდი, იმასაც ხო პრობლემა ექმნება, კაცო. ანუ იქ რამდენი ადამიანი მუშაობს, იმათაც ხო პრობლემა ექმნება, ხო? ანუ ეს ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც ყველაფერზე რესტორნის ბიზნესი ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში მართლაც ფული ჩადებული აქვს, აღებული აქვს ცესხები და იჭედება ხო ქვეყანა რა. აი ეს მომენტია თითოეულ მოქალაქეზე ზარია ეთერში მეგობრებო უპასუხოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. გისმენთ, ისაუბრეთ. დიახ, გვესმის, ისაუბრეთ. საღამოშიდობისა ბატონო მოგესალმებით. მოგესალმებით. მე გეტავშებდით მუდმივად არ უნდა დავიჩენო, მაგრამ ყველაზე ლამაზი კუთხიდან. ბატონო გიორგი ომია თქვენ მოდმასთან. ახლა თქვენ ძირითად თემას რა თქმა უნდა მე მინდა ვარიადი სიტყვით, მაგრამ არ გამომიერთოთ მე თქვენთან სხვა შეკითხვა მექნება. აი თემა რომ ჩემს სამეგობროში ჩემი მეგობრების სულ მხედველობის არიან, მაგრამ ჩვენ ამის გულისთვის ერთმანეთს არ ვეჭყვი და ჭირში და ხინში ერთად დავართ მეგობრები ვართ, მაინც მეგობრებად ვშედით. მაგრამ ჩვენთვის სხვა რაღაცა საინტერესო. ბატონო გიორგი, თქვენ მოსკოვში გადიოდით ადრე, რამდენჯერ იყავით? არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ იყავით. ევროპის ქვეყნებში იყავით და ძალიან მაინტერესებს თქვენ თუ შეაძლოთ აი მოსკოვში იმ წრეში ვისთანაც დიალოგი გქონდათ. არის თუ არა ისინი რამე კომპრომისზე წამსველი საჭიროა ყველაზე მტკნეულ საკითხს ტერიტორიის მთლიანობაზე, რა თქმა უნდა, გონივრული პოლიტიკის და ბევრი რაღაცები, მათი ინტერესების გათვალისწინების სხვა შემთხვევაში ისინი მარტო ჩვენ სასარგებლოდ არ წამოვლენ დათმობაზე, რა თქმა უნდა და თქვენ რამე ხელს ჩასაჭიდით თუ შეამჩნიეთ და კიდევ რისი თქმა მინდა, თუ შეამჩნიეთ და თქვენს მიერ გაკეთებული რა თუ საერთოდ არ უნდა და არ არიან ამის მზად თუ არ უნდა, იმიტომ რომ ეს თქვენს მიერ გამოწვეული არის და ხარ თქვენია და რამე თუ შეამჩნიეთ ძალიან მაინტერესებს და კიდევ რისი თქმა მინდა, აი ევროპის ქვეყნებში უფრო აწყობთ ჩვენ შორის რუსეთსა და საქართველოს შორის იყოს კარგი ურთიერთობა თუ უფრო არ აწყობთ, ესეც ძალიან მაინტერესებს. თქვენ როგორ შეამჩნიეთ, თქვენ როგორ პოლიტიკური კი ბატონო გონივრული პოლიტიკოსი ასე გაფასებთ და მასახნა დიმატონ ოფის საკითხის საქმეში. დიდი მადლობა ზარისთვის. კი ბატონო, აი აღსარებასავით ეხლა გამომდის ფაქტურად და გეუბნებით და ჩვენ არასოდეს არ დაგვიმალავს ეს თემები, ჩვენი სტენოგრამები ჩაწერილი იყო და ჩამოვიტანეთ კიდევაც და პარლამენტშიც გამოვაქვეყნეთ. თავის დროზე აი პირდაპირ გეუბნებით. ის რომ ჩვენი ურთიერთობა ცხინვალთან და სოხუმთან აღდგეს, ეს მათი იდეაც იყო. ანუ მათი იდეა რა შემთხვევაში? ანუ ემთხვეოდა ჩვენი ეს თხოვნა და მათი ფაქტიურად იდეა რომ კი ბატონო თქვენ შორის უნდა იყოს ურთიერთობა, ეს დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენ დავიწყეთ საუბარი, მზად იყვნენ და მომზადების პერიოდი იყო, რომ ჩვენ ჰუმანიტარული საკითხები უნდა გადაგვეწყვიტა, პირდაპირ გეუბნებით, რომ თვითონ თქვენს, მოდი ჯერ ტერიტორიის მთლიანობის საკითხი და ის, მოდით ამ საკითხებს ჯერ ნუ შევეხებით, თქვენ ხო გესმით, რომ სერიოზულად ხართ თქვენ დაშორებულები აფხაზებსაც და ოსებსაც. თქვენ რო დღეს დაიწყოთ საუბარი ტერიტორიის მთლიანობის აღდგენაზე, არავინ არ გაგესაუბრებათ. მოდით დავიწყოთ ჰუმანიტარული საკითხებით. მაგალითად, ქართული ლიტერატურა შევიტანოთ. ეგ სხვათა შორის ბატონ დავით არხანმოურავის იდეა იყო, რომ ისევ ჩვენმა ქართველებმა მიიღონ რაღაც
სახელმძღვანელოები, ისტორიული, ჩვენი ლიტერატურა და ასე შემდეგ, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება გააგრძელონ ფიქრი, აზროვნება ქართულად და არ გადაეწყონ თქვა სხვა რელსებზე, მაგრამ ამას ყველაფერს დავიდავანებოთ. ამაზე წამოვიდა რუსეთის მხარე. წამოვიდა ველაპარაკეთ ჩვენ აფხაზების დელეგაციასაც შევხვდი. ცხინვალის დელეგაციასაც შევხვდი. იყო მანდ უკვე მზაობა იმისა, რომ ჰუმანიტარული საკითხები გადამწყდარიყო. ჩვენ ლიტერატურასაც ვაწვდით, ჩვენი მხრიდან საფლავების მოსანახულებლად გადადის ხალხი აფხაზეთში, გადადის ხალხი თქვა ცხინვალში, იქიდან გადამოდის ხალხი, ვინც ვერ გადმოდიოდა აქამდე. ანუ ჩვეულებრივი მისვლა-მოსვლის აღდგენის საკითხი დადგა, რაც ბუნებრივია, არა ჩვეულებრივი, არამედ ძალიან დიდი ნაბიჯი იქნებოდა გადადგმული ჩვენი ურთიერთობის აღდგენისთვის. რაც პირდაპირ გეუბნებით, აქ რო ჩამოვედით და ეს ყველაფერი გავაჟღერეთ და წამოვწიეთ წინ ეს პრობლემები, ბუნებრივია მხარში არავინ არ დაგვიდგა, მე მეც გეტყვით. აქეთ პირიქით უფრო მეტი დაბრყოლება შეგვიქმნეს. და ეხლა ისმის კითხვა, ვინმე შეგვიწყო ხელი აი იმ წამოწყებულ საქმეში, რომელიც გვაახლოვებდა ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან, თუ პირიქით შეგვიშალა ხელი. ამაზე აი ჩემ მოყოლილზე, აი ჩემს ნათქვამზე, თქვენ თვითონ იმსჯელეთ. და ის საკითხი მაშინაც ყველაზე მეც ანტიპატრიოტთა ალიანსის განცხადებას ხელისუფლება აკეთებდა, მაგათმა მოციეს. კი, რასაკვირველია. მე ჩვენ როდესაც უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე, არ გახსოვთ რა განცხადებები გაკეთდა? ძალიან კარგია, რომ პრორუსული პარტია დღეს პარლამენტში ამჯერად პარლამენტში არ იქნება. ვის მხრიდან კეთდებოდა? ხელისუფლების მხრიდან. რომელი პრორუსული პარტია ვიყავით ჩვენ? ესე იგი მე თუ იქ ჩავდივარ იმისათვის, რომ ჩვენ ძმებ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა აღვადგინო, მე ვარ პრორუსი? ანუ დღეს ადამიანებს არ უნდათ ურთიერთობის აღდგენა ოსებთან და აფხაზებთან? ესე იგი ვისაც უნდა ყველა პრორუსია? აი ეს აბსურდული განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა, დღესაც კეთდება. ყველა ეს განცხადება, რომელიც ანტი-პიარს უქმნის პატრიოტთა ალიანსს, ყველა არის აბსურდული. მაგრამ დღეს უკვე მეტნაკლებად ხალხი მომზადებულია, იცის უკვე შეუძლია აწონ-დაწონოს. მე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ იმ კონკრეტულ ჯგუფებზე, რომლებიც ამაში ფულს იღებენ. ნუ გასაგებია, რომ ეს ასეთი ჯგუფები არსებობდნენ და იარსებებენ. მე ვსაუბრობ ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელსაც რეალურად უნდა ეს კრიზისი უნდა რომ დაძლიოს, ურთიერთობა უნდა რომ აღადგინოს აფხაზებთან, ოსებთან. ნორმალური ეკონომიკა ჭირდება ქვეყანაში, რომ თვითონ ადამიანმა იგრძნოს, რომ მის ჯიბეს რაღაცა დაეთხო, რო შევა მაღაზიაში ან აფთიაქში მაგალითად, იმაზე კი არ იფიქრებს ბიჭო 1000 ლარი ან 1500 ლარი, სად მოვძებნო რომ ელემენტარული წამლები, საჭირო წამლები ვიყიდო, იმიტომ რომ 1000 ლარზე ნაკლებად მთლიანად ეს პაკეტი ამ წამლების აღარ მოგდის. კაი 200 ლარი კიდე დიდია ეს პენსიონერის დიდი თანხა, მაგრამ 200 ლარის ფარგლებში რო ყოფილიყო კიდე არა უშავს. პენსიონერები რეკავენ, კაცო 600 ლარი, 800 ლარი, საიდან უნდა გადაიხადოს პენსიონერმა ამ ხელა ფული? წამალი მე თვითონ ვამბობ, აი მე ჩემს მაგალითზე ვამბობ. რაღაც გულის წამალი მჭირდებოდა. შევედი აფთიაქში, თურქული ღირს 12 ლარი. ვეძებ ამ თურქულს. ადრე იყო შემოსული ერთი თვე, ვეძებ ამ თურქულს, არ არის, მაგრამ არის შვედური, არის ესპანური, რომლის ფასიც არის 86 ლარი. და ვკითხულობ, კი, მაგრამ ის თურქული რატო აღარ შემოდის? ნუ ესე არ შემოდისო. იმიტომ არ შემოდის, რომ შენ შესაძლებლობა არ გქონდეს ზუსტად ამ თურქული წამლებით ჩაეტიო 100 ლარის ფარგლებში. არა, შენ აუცილებლად გადაიხადო 1000 ლარი. და ეს ყველაფერი კეთდება, ბოდიში გიორგი, ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ ერთი მიზნით. უნდა გაკოტრდეს მოსახლეობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდა გაკოტრდეს და პატარა მცირე ნაწილი უნდა გამდიდრდეს. მხოლოდ მაშინ შენ სრულად აკონტროლებ მოსახლეობის დიდ ნაწილს. იმიტომ რომ დღესაც სადმე რო ჩახვიდე მაგალითად რეგიონში და რო შეგჩივის, რომ იცით რა არის, ჩვენ არ ვიცით რა უნდა ვჭამოთ, ნუ გეშინიათ, აგერ 20 ლიტრი დიზელი, თქვათ რაღაც შეშა და კიდე რაღაც ერთ ციციბურას და იმას დაგირიგებთ, უკვე იმ მომენტში კმაყოფილი ადამიანი და ხმას გაძლევს. ხმის ყიდვის ჩვეულებრივი სპეკულაცია. იმიტომ რომ თუ კი ადამიანი არ არის მშიერი, თუ კი ადამიანს არ უჭირს წამლის ყიდვა, მას შენ თუ დაპირდები რომ 200 ლარს მოგცემ, ან 500 ლარს არჩევნებზე ხმა მომეცი, არ მოგცემს ხმას.
გეტყვის რა 500 ლარი რაში მჭირდება კაცო მე ხო 500 ლარად ხმას გავხდი თავისუფალ არჩევანს არ აძლევდა და შენ ვითომ და კი არა დღეს რაც გვეუბნება სად იყო გაყალბებაო კი ფული დარიგდა რა მაგრამ ხო თვითონ მოგცა ხმა თვითონ კი იძულებით მოგცა ხმა ვინც მოგცა და ვისი ხმაც ისე წაიღე იმაზე რა უნდა ვისაუბროთ ამიტომ მინდა მაყურებელს და ჩვენს მსმენელს ყოველთვის მივანიშნო იმაზე რომ როდესაც რაღაცას გთავაზობენ ამ შემთხვევაში 99% ეს არის ტყუილი ეს არის მორიგე გოჩა რო ამბობს ტრიუკი რომ თქვენ ისევ წამოეგოთ ანკეს და მომდევნო 4 წელიწადი ისევ რაღაც უკმაყოფილება გამოხატოთ პრეტენზიები გამოხატოთ მაგრამ არანაირი ამ პრობლემების გადაწყვეტა არ მოხდება იმიტომ რომ ხელისუფლებაში ისევ ის ხალხი იქნება ვინც იყო აქამდე ვინც ამ ტრიუკს გიტარებდა და გიტარებს დღესაც სანამ თქვენ თვითონ რადიკალურ უარს არ იტყვით აი სულ რომ მართლა გითხრას მილიონებს გაძლევ თქვა და თქვა რომ არა ეს ტყუილია არ მჯერა კარგად იხავე სანამ ასეთი რადიკალური დამოკიდებულება არ იქნება მანამდე ყოველთვის ქვეყანა ასეთ დღეში იქნება და ვერ გამოვალთ ამ პრობლემებიდან ზარია ეთერში მოусმინოთ და გავაგზავნოთ მოგესალმებით ხოლმე გატოვეთ მოგესალმებით ჩვენ ლაპარაკობთ აფხაზეთს და ოსეთზე რუსები რო დამასწრეს უკრაინის ომთან მაინც რუსეთს იქნება ძირითადად მაინც დამოკიდებული აფხაზეთის და ოსეთის ამბავი იმის გარეთ ხერხებს ხელისუფლება ვინც გინდა იყოს მაინც ვერ დაუკავშირდება ცვლას ვერ უზამს ну кайнак да რუსებმა სარგოი ჩამოვიდა ვითომ სააკაშელი გახარებული იყო არ გაუშვით თბილისიო რუსეთის პროგრამა მინიმუმ და მაქსიმუმი იყო ორი სეიოლკი აფხაზები და ოსები რომ მეხუთე მოხლის და მათ ასე იყო რომ ვერ გაწევრიანდებოდა რაკია ნატოს ჩემი აზრით ამ ნატოზე ახლა ხმის ამოგება უკვე ჩემი აზრით სერბეთია სერბეთია მაინც საფუძველი არ უნდა მისეროსებს და ჩეხება კიდე აფხაზები ოსები კი არის პოლიტიკური განსხვავება უნდა დამოკიდებულება ეს გასაგებია მაგრამ მეორე პლანზე მოდის ეკონომიკა ამ გაოხრებულ ჩაოხრებულ ქაოსურ ქვეყანაში ის რა გული მოუწევს და ვინ იქნება მაგის მომსვლელი რა არის ბატონო ყველაფერი დღეს რო არის ასე სრული ტრაგედია რაც არ მაგრამ მე ყველაზე მეტად შიშობ ეს დღეს იქნება ხვალ იქნება ეს დამთავრდება და დაიწყება ხალხებისგან მშობლებისგან დიდი შურის ძიება აი ეს იქნება ბოლო მომენტი რა მადლობა ზარისთვის გეთანხმებით მაგრამ დააკვირდით მე არ ვსაუბრობდი გზაზე რომლითაც ჩვენ დავიბრუნებდით სოხუმს და ცხინვალს არა მე ვამბობ იყო გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯები და იქნებოდა უпроსორად გადადგმული ეს ყველაფერი რომ აღსრულებული ყოფილიყო ურთიერთობის აღდგენაზეა საუბარი სახალხო დიპლომატიაზე ხო ურთიერთობის აღდგენაზე მიდიოდა საუბარი ჩვენთვის დღეს იმდენად მნიშვნელოვანი ის საკითხი კი არ უნდა იდგეს ჩვენ აღვადგენთ თუ არა რა ქვია ტერიტორიულ მთლიანობას ეს შეიძლება მოხდება თქვა 10 წელიწადში ან 20 წელიწადში ჩვენთვის დღეს საკითხი უნდა იდგეს ჩვენ აღვადგენთ თუ არა ურთიერთობას ერთმანეთთან შევძლებთ თუ არა რომ ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ და ხელი ჩამოვართვათ ანუ ამაზე მიდიოდა საუბარი რომ დაიწყება მისვლა მოსვლა და ამით ნელ-ნელა ურთიერთობა აღდგებოდა თორე ისეთ გლობალურ საკითხებს როგორიც არის ტერიტორიების დაბრუნება ასეთ საკითხზე მე ხომ გითხარი თავიდანვე თქვენს რომ ამ საკითხს წამოწევთ თუ არა გაჩერდება კიდევაც ყველანაირი მოლაპარაკებები რომ აზრი არ აქვს ამ ეტაპზე ამ საკითხების წინ წამოწევა და ჟენევის ფორმატები რატო გრძელდება ამდენი ხანი ეგ რა ვიცი ბოქსში არის 12 რაუნდი მაგალითად და აქ უკვე არის 99 რაუნდი რატო იმიტომ რომ ჩვენები მოდიან ჯიგიტები და ამბობენ ტერიტორიის მთლიანობის აღდგენის საკითხი უნდა დადგეს ისინი გეუბნებიან ამაზე არ გესაუბრებით მორჩა დგებიან ხელსაყრელად მიდიან როგორ შეიძლება დაიწყეს საუბარი ისეთი საკითხით რომელიც შესრულებადია ამ ეტაპზე მერე მიხვალ ნელ-ნელა უკვე ამ სხვა საკითხამდე და პირველი ნაბიჯი თუ არ გადადგე ახლა ეგრევე ნახტომის გაკეთებას არავინ ამის უფლებას არავინ არ მოგცემს და ამიტომ ვამბობ რომ საკითხი იდგა ურთიერთობის აღდგენაზე რაც ძალიან სენსიტიურია ჩვენთვის და მე ვფიქრობ რომ ჩვენი ძმებისთვისაც
ზარია ეთერში კიდევ მოусმინოთ და გამარჯობა. მოგესალმებით. მე მაინტერესებს 30 წელიწადი ნახავთ იმას, რა ქვია, წყალს. ხო უნდა ვისწავლოთ ეფელასამუდამოდ, რომ ესე იგი, სანამ არ აღდგება მონარქია, მანამ არაფერი არ გვეშველება. თქვენ სამივე ხართ მონარქისტები, მე ვიცი. არა, მე არა ვარ მონარქისტი. თქვენ არა. ჩვენ ვიყავით მონარქისტები. არა, აი ბატონი გიორგი და ბატონი გოჩა. ხო, ბატონი გიორგი და ბატონი გოჩა. ხო და აი მოდი ვისაუბროთ იმაზე, საბოლოოდ როგორ უნდა მივახციოთ შედეგს რა. ყოველ დღე ვიღაცამ რაღაცა თქვა, გამოვეკიდებით მე იმას და ეს კიდე იგივე თემები ინახება, ამოდენა პროპაგანდა მიდის და არაფერი არ აკეთდება. ფაქტიურად შედეგები არ აღდგება ქვეყანაში. დავიწყოთ ამ მონარქიაზე აქტიურად მუშაობა რა. კარგი, დიდი მადლობა ზარისთვის, ბატონებო, რადგან თქვენ ძველი მონარქისტები ხართ, მოკლედ რო უპასუხოთ, ძველი ტანკისტები ომამდე. ომამდე ტანკისტი რო იყავი, ხო და ამაზე ისაუბრე. ცოტა დრო გვაქვს, ჩვენ ამიტომ მოკლე პასუხები რო კიდე მოვასწროთ. კიდე ზარის შემოყვანა. ხო, არა, ბატონის მე მესმის და რასაკვირველია თითქმის ყველა ქართველი სხვათა შორის არის შინაგანი მოთხოვნა იმისი, რომ ჩვენი მართლაც ისტორია და თუნდაც დამოუკიდებლობა არ დაწყებულა არც 18-21 წლის პერიოდში და იგივე 1800 პირველი წლიდან მოყოლებული და თანაც დინასტიურობა 1000 წლოვანი ბაგრატიონთა დინასტია. მარტო იაპონელებს აქვთ ასეთი ტრადიცია და მათ შეუძლია და ჩვენზე ბევრად ძველი აქვთ და მე ჩვენ ვართ ვისაც ეს გქონია და რასაკვირველია ჩინელები აღარ არიან ჩინელებიც კი მაგრამ ჩინელებს ეხლა აღარ აქვთ გაუწყდათ აქტიურად და აქედან გამომდინარე თუ და რატომ ვამბობ ამას რასაკვირველია ეს არის გვირგვინი უკვე სახელმწიფო როდესაც გექნება სუვერენული ჩამოყალიბებული აწყობილი ამის მერე ალბათ თუ მოიტან და მერე შემოიტან ამ იმას რა ქვია ამ საკითხს თორე ეხლა როცა ასეთი დაძაბული ურთიერთობა. ეხლა იმაზე ვლაპარაკობდით, აგერ აფხაზ და ოსრო შეხვდები და ხელი ჩამოართვა ადამიანური ურთიერთობები აღვადგინოთ და ამ დროს პრობლემა ისა გვაქვს, რომ შენსავე ქართველს თუნდაც იმას, რა ქვია, შენ რომ პარტიამ ტრად მიგაჩნია, მაგრამ რო შეხვდე იმას ხელი რო ჩამოართვი, ამას გითვლიან უკვე რაღაც საშინელებად და ასეთი პრობლემების დროს დღესდღეობით მონარქიაზე ლაპარაკი მე ვფიქრობ, რომ არ იქნება უბრალოდ რელევანტური და ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც შედეგიც მართლა გვინდა საბოლოო ჯამში დადგეს თორე. ალბათ რაღაცა ეტაპზე დადგება ეს მომენტი, რომ ქართველები ვიამაყებთ იმით, რომ გვექნება დემოკრატიული ინსტიტუტები, გვექნება პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და იმავდროულად გვექნება საბოლოო ჯამში არჩეული პრეზიდენტები კი არა, არამედ მონარქი, რომელიც ალბათ იქნება მთლიანად აი ამ ისტორიული ჯაჭვის გაგრძელება, რომელიც ჯაჭვით შეიძლება იყოს გაწყვეტილი იქნა 1801 წლიდან. თუმცა კონსტიტუციური მონარქია. თუმცა მეგობრებო, მე ცოტა სკეპტიკურად დამოკიდებული. იმიტომ რომ ჩემთვის მონარქი ეს არის ადამიანი, რომელიც იზრდება როგორც მონარქი. იზრდება როგორც მონარქი თავის ქვეყანაში, რომელსაც საფუძვლიანად ესმის, რა არის ქვეყანა, რა არის საქართველო, რა ელოდება მას წინ, ანუ იმ აკუნიდან რო ასწავლიან და მასში ეს ჩამჯდარი უნდა იყოს. ასეთი მონარქის გაზრდა თუ არის შესაძლებელი ზოგადად, არ ვიცი ახლა მე ცოტა ძალიან ძნელია ამიტომ მონარქიის იდეას თავი დავანებოთ. კი და თუკი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საუბრობთ ზოგადად კონსტიტუციურ მონარქიაზე, რომ ოღონდაც იყოს, მაშინ მე მირჩევნია რომ არ იყოს, იმიტომ რომ ის მონარქიც ჩვეულებრივი ადამიანი იქნება, რომელსაც რეალურად არ ესმის რა არის პასუხისმგებლობა. კი, ეს პასუხისმგებლობა და ის ყოველთვის შეეცდება შეეკრას ძლიერ პარტიას თუნდაც, იმიტომ რომ ის სარგებელი, რომელიც ზოგადად ჩვევი ადამიანებს, ხო, ანუ უნდა კარგი ფუფუნებაში ცხოვრება და ასე შემდეგ, ანუ რო შეეკრას, აი თუნდაც იგივე მართველ პარტიას. ეს იმას ნიშნავს, რომ ის კრიტიკული აზრი, რომელიც უნდა გქონდეს მონარქს პარტიის მიმართ. აი მაგალითად, ხო, ინგლისში ვიცით ჩვენ, რომ მონარქს შეუძლია პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხი დაახენოს. და ასევე ის წარადგენს პრემიერ-მინისტრს, ხო, ანუ წარუდგენს ლორდთა პალატას. ანუ თუ ჩვენ აქ მართველ პარტიასთან ვნახავთ რომ შეეკრა მონარქი, ჩვენ მივიღებთ იგივე სიტუაციას, რა სიტუაციაც არის დღეს. უბრალოდ კიდე ერთი კაცის როლი დაემატება, თორე სხვა არაფერი. კი, ამ მოცემულობაში ვერანაირად ვერ იქნება დემოკრატიის გარანტი მონარქი. რასაკვირველია, შემდგომში მისი შვილი შესაძლებელია რომ
უკვე დადგეს და ჩამოყალიბდეს ისეთ მონარქად, თქვათ, როგორც არის ინგლისში და ასე შემდეგ. ესპანეთში, ბელგიაში. ესპანეთში, ბელგია, კი ბატონო, ხო, ჰოლანდია და ასე შემდეგ. დანია და ბევრი მონარქისტული ქვეყანაა, რომელშიც მონარქი დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ცხოვრებაში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჩვენ თუ გადავწყვიტეთ, მაშინ მოგვიწევს დიდი პერიოდი ისეთ სიტუაციაში ცხოვრება, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნისთვის ნამდვილად სასარგებლო არ იქნება. სანამ დემოკრატია, სანამ სასამართლო ინსტიტუტები თავის სიმაღლის დონეს არ მიაღწევს, მანამდე მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება ქვეყნისთვის საზიანო იქნება. შეგიძლიათ რაღაც თქვათ, ბატონებო, რომ ჩვენი დრო იწურება, რაღაც გიორგი, თქვი. კარგი, ძალიან ცუდია ის, რომ დღეს ჩვენ დრო დაუთმეთ არა იმას, რასაც უთმობთ ხოლმე დროს, რომ მე შემიძლია გიორგი დაგპატიჟო ხუთშაბათს ასევე გადაცემაში. ხო, მადლობა. ხუთშაბათს არა, ორშაბათობით. კარგი. ნუ ხუთშაბათსაც არა პრობლემა, თუმცა რაღაცა ესე ჩამოვყალიბდით, რომ ორშაბათს ძალიან კარგი და ესეთი გადაცემა გვაქვს. სამწუხაროდ ჩვენ მიჩვეულები, მე ერთი რამის თქმა მინდოდა, რომ ჩვენ მე ჩვენს და გოჩაც მიჩვეულები ვართ იმას, რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, ყველა ჩვენ რატომღაც ვიღაცისტობას, რაღაცისტობას, ამისტობას, იმისტობას გვაბრალებდა და იმ ყველა თავის ნაცობას მიხედოს 99 დეპუტატი და როცა ყავს 80 ეს რა ქვია ყოფილი ნაცი, არავის ნაცობაზე არ უნდა ილაპარაკო, არავის ნაცობაზე არ უნდა დაძრა და როცა ეს რა ქვია ნემის ფოტოგრაფების საქმე განიხილე და ფოტოგრაფების საქმის მთავარი გამყალბებელი აჭარის მათ რა ქვია პოლიციის უფროსად გიზის. აი ენა არ უნდა მოგიბრუნდესო შენი ტროლები მომართო ჩემსკენ, რომელიც მთელი ეს 9 წლის განმავლობაში ებრძოდა ამ ამას რა ქვია ნაციონალურ მოძრაობას. შეეც მეც რაები არა გვაქვს გადატანილი, განსაკუთრებით შენ რაები არა გაქვს გიორგი გადატანილი, ხო? ახლა ვის ნაცობაზე ლაპარაკობენ ესენი, ხო? სულ ეს მინდოდა მეთქვა რა. დიდი მადლობა, გიორგი, ისა გოჩი გინდა რამე? აი ხარი, არაფერი. დიდი მადლობა გიორგი, რომ როგორც ყოველთვის ჩვენთან ერთად ხარ. მაყურებელს კი უნდა უთხრა, რომ სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მე და თქვენ შევხვდებით ხუთშაბათს ერთმანეთს 6-ის ნახევარზე და ბატონი გოჩა, მე და ბატონი გიორგი ისევ მომავალ კვირას ორშაბათს. კარგად ვდამდებოდეთ.